შემოგვერთა ქართული ოცნების მარნეულის მერობის კანდიდატი დაური ისმაილოვი, მოგესალმებით დაურ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს გავაცნობ თქვენ შესახებ მცირედ ბიოგრაფიას. დაური ისმაილოვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში. 2017 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, ასევე 2019-2022 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში და 2022 წლიდან ის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობს. დღეს ის მარნეულის მერობის კანდიდატია, როგორც უკვე გითხარით. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვისა. დავიწყოთ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხებით და მათ შორის, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველმა გუნდმა წარგადგინათ მერობის კანდიდატად და დაგასახელათ. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და დათანხმდით, რომ ჩაებათ, ვთქვათ, ამ ბრძოლაში და გახდეთ მარნეულის მერი. მოგესალმებით ბატონო დავით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა საჯარო სექტორში, სხვადასხვა საჯარო უწყებებში მუშაობის. სხვადასხვა დროში მე მუშაობდი ქვემო ქართლის გუბერნიაში, მე მუშაობდი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ასევე სხვა უწყებებში. მე ვარ დაბადებული და გაზრდილი მარნეულში, დღესაც მარნეულში ვცხოვრობ და ყოველივე ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა თამამად, რომ მე კარგად ვიცი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამოწვევები, მე კარგად ვიცი მარნეულელების საჭიროებები. და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენს მმართველ გუნდს, რომ მარნეულის მერობის კანდიდატად მე დამასახელა. ალბათ ამეთახება ჩვენი მსმენელის და მაყურებელიც, რომ ბევრ ქართულზე უკეთესად ფლობთ ქართულს. მნიშვნელოვანია ის, რომ დაურიმ დაამთავრა ბაღი ქართულად, სკოლად, ასევე უნივერსიტეტში ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ქართულად. და ხშირად, როდესაც საუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მერობის კანდიდატმა საკუთარი რაიონისთვის, საკუთარი ქალაქისთვის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც აქვს, შეძლოს და უპირველესად სახელმწიფოებრივი საქმე და საქმიანობა აწარმოოს და ვფიქრობ, რომ ეს გამართული ქართული, რომელიც გაქვთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ საკითხში. მოდით ახლა შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელმა ინსტიტუციამ რა უნდა გააკეთოს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რა პასუხისმგებლობებს უნდა იაზრებდეს და რა უნდა იყოს მათ შორის მერის მთავარი საზრუნავი. გეტყვით. ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის როლი არის უმნიშვნელოვანესი. მე ჯიპაში მაქვს დამთავრებული, როგორც თქვენ ახსენეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა და დღესაც მახსოვს ჩემი ლექტორის სიტყვები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არ არის ადგილობრივი მმართველობა. შესაბამისად, ჩვენ პირველ წყაროს დამოკიდებულება, მაგათი აზრები და მათთან მეტი კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი. და გეტყვით იმას, რომ ზუსტად ამ პირველ წყაროზე დაყრდნობით ხდება პრიორიტეტების სწორად დასახვა და გამოწვევები იქნება, თუ საჭიროებები იქნება, სწორი იდენტიფიცირება და შემდგომში ოპერატიული რეაგირება. აქედან გამომდინარე, საჭიროა ხალხთან, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მეტი კომუნიკაცია და მეტი დიალოგი. თითქოს ამ ძალიან მარტივი პრინციპით, ამაზე დაყრდნობით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია ხალხზე მორგებული და ხალხისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელება. თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ მარნეულელებთან და თავისთავად ხვდებით, რომ ბევრი საკითხი არის გადასაჭრელი. საინტერესოა, რა პრობლემებია, მთავარი გამოწვევები, რაც ახლა დგას მარნეულში. თქვენს მუნიციპალიტეტში და თქვენი ხედვა და გზები როგორია მისი გადაჭრის.
ესე იგი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურა რჩება როგორც გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ სოფლებში მისასვლელი მთავარი გზების თითქმის 95% არის დაგებული, უმაღლესი ხარისხის გზები არის. შიდა გზებიც პარალელურად დაწყებულია ეტაპობრივად, მაგრამ აი შიდა გზები ნამდვილად არის ჯერ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ქალაქ მარნეულს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანია ეს, მე ასე მწამს და მე ასე მჯერა, რომ ქალაქ მარნეულს სჭირდება სწორი ურბანული ხედვა და განვითარება. ასევე დავასახელებდი წყლის პრობლემებს. წყლის პრობლემები ახლა ჩვენ კამპანიის ფარგლებში, როდესაც ხვდებოდით მოსახლეობას. სასმელი და სარწყავი. სასმელიც, მაგრამ უფრო მეტად არის სარწყავი, უფრო ესე რა ვთქვათ, სენსიტიური და მნიშვნელოვანი მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის. გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი არის დასახვეწი. გარდა ამისა, ახალგაზრდებისთვის თუნდაც სპორტული, თუნდაც დასაქმების მიმართულებით მეტი შესაძლებლობები უნდა შეუქმნათ. კი ბატონო, რადგან გადავედით ჩვენ მეტნაკლებად ეკონომიკის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან თემებზე, სოციალურ საკითხებზე, მოდით გვითხარით ეკონომიკურ განვითარებას თქვენი რაიონის მუნიციპალიტეტის როგორ ხედავთ, რა პროექტების განხორციელებას აპირებთ, როგორ შეიძლება ვთქვათ, უფრო მეტი სიკეთე საზოგადოებრივი შეიქმნას მარნეულში. მარნეულის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ მცირე ბიზნესს, საშუალო ბიზნესს, ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ჩვენ უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი შემოვიდეს მარნეულის მუნიციპალიტეტში და ჩვენ ამით მივაღწევთ, ესე რა ვთქვათ, ეკონომიკურ განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმით ვთქვათ, რომ მარნეულს დიდი პოტენციალი აქვს აგრომიმართულებით. ეს ყველამ ვიცით. ბატონო? ეს ყველამ ვიცით. კი, აგრომიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ფერმერებს და ყველანაირი პირობები უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ მათი წარმოება იყოს უფრო შედეგიანი და პროდუქტიული. ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ასევე აქტუალური საკითხია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და მუდმივად არის შეკითხვები ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაერთი მსგავსი შეკითხვა გექნებოდათ, როცა ხვდებით მოსახლეობას, თავად აღნიშნეთ, რომ საჯარო და ეგრეთ წოდებულ ჩაიზე ხვდებით ერთმანეთსო. მე მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი ხედვა იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს, რა ისეთი პროექტები შეიძლება ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის კუთხით განხორციელდეს, რომელიც, ვთქვათ, მეტ სიკეთეს შექმნის, მეტ კეთილდღეობას შეუქმნის თითოეულ მოქალაქეს. კი ბატონო, ნახეთ, რა ხდება ჩვენ, როდესაც ბოლო დროს გვქონდა შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურად შეხვედროდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მიდიოდით სხვადასხვა სოფლებში და ჯანდაცვის საკითხი ნამდვილად იყო და არის გამოწვევად. საჭიროა ბევრ სოფელში თანამედროვე და ევროპული სტანდარტის ამბულატორიები და სამომავლოდ მე აუცილებლად ვიზრუნებ ამაზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით უკვე თქვი, რომ ქალაქ მარნეულს განსაკუთრებით, ქალაქ მარნეულში რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ საკანალიზაციო პროექტებიდან და ხო პროექტებიდან გამომდინარე მთავარი გზები არის ისე რა ვთქვა, არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში, ასევე ეს მშენებლობები, სხვადასხვა ობიექტები უნდა გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს. ქალაქს სჭირდება, როგორც წეღან აღნიშნე, სწორი ურბანული განვითარება, რომ ქალაქი არ განვითარდეს ქაოტურად. აი მაგალითად რუსთავი, თქვენთვისაც ცნობილია, რომ აი კარგად ურბანულად არის გამართული და სამომავლოდ ჩვენ დიდ შორეულ პერსპექტივაში რო გქონდეს ქალაქი გამართული ურბანული თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ქალაქის
გეგმაზე. და ასევე თქვენ საუბრობდით ვიდრე ეთერში შემოვიდოდით იმ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება ამ წუთას იყოს მარნეულში, ძირითადად ორი ცენტრალური ქუჩაა დატვირთული და ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად გადანაწილდეს პერიფერიაზე, დაიტოტოს, ასე ვთქვათ, ეს ქალაქი, რაც ერთის მხრივ შვებასაც მოუტანს და მეორეს მხრივაც, ვთქვათ, რაღაც სრულფასოვნად დატვირთავს სრულად ქალაქს. როგორ ფიქრობთ, თქვენ ახლა ის თაობა ხართ, რომლებიც, ვთქვათ, შეიძლება გარკვეული ამბიციითაც გამოირჩევიან, რამდენად შესაძლებელია, ვთქვათ, იმ გეგმების განხორციელება, რომელიც შეიძლება კონდეს ადამიანს დღეს, იმის გათვალისწინებით, სადაც, ვთქვათ, გიწევთ ცხოვრება და მით უმეტეს ამბიცია, რომ პოლიტიკაში მოხვიდეთ. იგივე ახალგაზრდების მხარდაჭერის რა იმედები არსებობს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ გინდა არ გინდა, ეს ის ადამიანები არიან, რომელსაც ხვალინდელი ქვეყანა უნდა დაეყრდნოს და მათ უნდა გადაიბარონ, ასე ვთქვათ, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც არ ვიცი რა მიზეზების გამო, მაგრამ არ აქვთ, ვთქვათ, ინიციატივები, არ არიან ჩართული აქტიურები თვითმმართველობის საკითხებში მით უმეტეს. ნუ ხა პოლიტიკურ საკითხებზე არ საუბრობ, უბრალოდ აი, ვთქვათ, მეტი სიკეთე რო გააკეთოს, იზრუნოს იმაზე, რომ თუნდაც საკუთარი ქუჩა, საკუთარი უბანი მეტად იყოს წახალისებული, რაღაცა იდეები გაჩნდეს. თქვენი კოლეგები აქ, როდესაც მოდიან გადაცემაში და მონაწილეობენ ხოლმე, საუბრობენ კონკრეტულ სკოლებზე, კონკრეტული სკოლის მოსწავლეებზე, რაღაც პროექტების შექმნეს და მე იმ პროექტით მოეწყო, ვთქვათ, სკვერი და მათ ეს ჩართულობა გამოხატეს. როგორ უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები, რომ მათი აქტივიზმი გაიზარდოს და მათ შორის იქ, სადაც თქვენ ხართ მარნეულში? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ნამდვილად არიან ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც თვითონ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ, რომ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საკითხებში, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს ეხება. მე ვიტყოდი ასეთ რომ წეღანაც ვაღნიშნე, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ სრულყოფილ ადგილობრივ თვითმმართველობას. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ახალგაზრდები იყვნენ მაქსიმალურად ჩართული სხვადასხვა საკითხებში. როდესაც შეხვედრებს მართავთ, ბოდიშით რო გაწყვეტინებთ, ახალგაზრდები არიან ადგილზე, სვამენ ისინი შეკითხვებს, არიან აქტიურები. კი, ნამდვილად არიან, ნამდვილად და სხვათა შორის ეს ჩემი კანდიდატურაც ბევრი ახალგაზრდისთვის არის мотиваცია და მაგათთვის იმედი, რომ სამომავლოდ მათაც შეუძლიათ, ესე რომ ვთქვათ, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და არა მხოლოდ მე მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდებთან ერთად შექმნათ უფრო განვითარებული მარნეული. ახალგაზრდების გარეშე ჩვენ ვერ გვექნება ვერც ძლიერი მარნეული, ვერც ძლიერი საქართველო და მე ეს ასე მწამს და სამომავლოდ მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული, მე მაქსიმალურს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ თავიანთი ცოდნა, უნარი გამოიყენონ თავიანთი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის. კი ბატონო. და ბოლოს მინდა სულ რამდენიმე წუთი მოგცეთ იმისთვის, რომ სიტყვით მიმართოთ მარნეულის მოსახლეობას, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება და ახლა ამბიცია, რომ ბევრად უკეთეს მარნეულს შექმნის თავისი ხედვით, თავისი გუნდით და ბევრად უფრო ვთქვათ, წინ წავა ქალაქი და მისი მოსახლეობა უპირველესად, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ფოკუსში სწორედ თვითმმართველ არჩევნებს სპეციფიკა გააჩნია, რომ არის მოქალაქე მთელი მისი პრობლემებით და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებით, რომელიც აწუხებს. რას ეტყვით თქვენს რაიონს? ამაზე ძალიან მოკლედ და ლაკონურად ვიტყვი, ოღონდ პატარა შესავალი მინდა რომ გავაკეთო გუშინდელ ჩვენს შემაჯამებელ შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ გქონდა გუშინ შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ასობით ადამიანი, ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ძალიან მაგარი მხარდაჭერა დავინახეთ ამ ადამიანებში. მე ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ მათ ნდობას და მხარდაჭერას და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს მარნეული, გაიმარჯვებს საქართველო.